მორიგი ხელის ჩამორთმევა და 100,000 ლარის მორიგი გადაადგილება кейსიდან ახალ მოთამაშეთა ხელში. მე ძიმას იმედათა. მე არჩევს. ვაიდა ძო არჩევ, წვადი გინდა თუ ყავა გირჩევია. არ მინდა ყავა, ავიღოთ რასო ესკათ. ლამაზად უნდა დავალაგო, არ შევიდა. დავაგზავნე, ხოიცი პულთან დავალ. რთული გადაწყვეტილება დაძაბული ფიქრის შემდეგ. თავიდან რო გეტყვი არ დავდებდი. ჩემი ბრალი იქნება, ჩემი რატო იქნება. დაძაბული მოლოდინი სარისკოს ვლის შემდეგ. აბა დაბა არჩილი როგორი იღბალა. არა ესე არ უნდა ვიჩქეროთ მართლა. ეხლა ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა მოგებამდე მხოლოდ ერთი კითხვა რჩება. ეხლა მოვწავდები ფინალია. ო შემოგვიან და ფინალში გავიდი არ მეგონა. მოიცა გავიცემ. როგორ დასრულდება დიმა ობოლაძისა და აჩი არველაძის დაძაბული და გადამწყვეტი საფინალო მატჩი ფულთან? ვინ გაიტანს გადამწყვეტ ბურთს მოწინააღმდეგის კარში? მოუჭიდი. ნახეთ 8 7 6 5 4 3 ფულთან თამაში იმედზე. მოგესალმებით საღამოშიდობისა, ეს არის შოუ ფულთან თამაში. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად მოხდება ეს ყველაფერი, მე დუტას ხირკლაძე გახლავართ და ჩემთან სტუმრები მოდიან ხოლმე და შესაბამისად ცდილობენ რომ ეს 100,000 სახლში წაიღონ, მაგრამ ეგრეს არ არის. უწევთ რაღაცებზე პასუხის გაცემა, სხვა გზა არ აქვს. აქვე უნდა დავსძინო ისიც რომ ევროპა ბეთია ჩვენი წარმდგენი. ხდება ხოლმე ისე რომ ხან ცნობილი სახეები მოდიან, ხან არაცნობილი სახეები მოდიან ხოლმე ჩვენთან, ასე რომ შერეული ესეთი კლიენტურა ყავს ეგრეთ წოდებული. მაშ ასე დღეს სპორტთან ასოცირებული ორი პიროვნება შემოვა ჩვენთან. აჩი არველაძე და დიმა ობოლაძე. ესე იგი რა ხდება? აი როგორი სტუმრები მოვიდნენ. ხოშიანი. ესე იგი რაც თავარი არის, ეს არის მაგარი იღბალა. კი. სადაც კი მივიდა, იმას არ გამადა. სადაც კი მივიდა, ყველა კუში მოხსნა. შენზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. უბრალოდ ეს ჩემზე მეტ გადაცემაშია. ნუ ეს საკამათო ეგ მერე დავითვალოთ. არ გინდა დავითვალოთ, ეხა როგორ არის საქმე თუ გინდა. ო ეხა შევა ბოლო წლები რა შევაჯამოთ 50-50-ზე. ხო, ისე ხო, აბალანსებს ეს ყველაფერი. კი. ესე იგი, რომელმა გადაწყვიტეთ მოსვლა? არა, მე ძიმას იმედათა ვარ. ხო, მე არჩილის. არჩილის იმედად ხარ დიმიტრი? შენ დიმიტრი ხარ, ხო? როგორ შენ გაგიხარდებ, ჩვენ ხო ერთ სახელი გვაქვს პრინციპში. ხო, პრინციპში შეხნიები ვართ. კი. მაგრამ ეხა ამას რომ მოგებული აქვს ის სადაც იყო 100%-იანი შედეგი. ეხა აქ როგორ არის? ეხა თქვენ გაქვთ და სამართალი, მესამე და სამართალი. თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო ამბავი. თქვენ გაქვთ 100,000. ხოშიანი. როგორ ხდება ხო იცი ჩვენთან? პირიქით არის რა. მოხვედი, ჩამოვართვა ხელი, წამყვას 100,000 და გამარჯობა 100,000 გაქვს. მაგარი. თავარია სახში როგორ წაიღებთ, იმიტომ რომ 8 შეკითხვა მაქვს. თქვენ გაქვთ 100,000, მე 8 შეკითხვა, 8 შეკითხვას გაცემთ პასუხს, წაიღე სახში. კი ბატონო. აჰა. აი გაჩვენებთ ეკრანზეც გვაქვს ხოლმე ეს გამოხტება ეს რაღაცები და ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 100,000 ლარი. შენიერი. რა ხდება ეხა? 4 მონიტორია, 4 ბოქსია. გამოვიდა შეკითხვა. ჯერ შეკითხვა არა ოღონდ. გამოვიდა კატეგორიას ვირჩევთ. პირველ ძენგე, ხო? აჰა, ესე ჩენია რა, აი იყო. აჰა. აჰა, კიდე თუ გინდა ბევრს დაგაჭერე. ეს რამდენია თვითონ შეკრა? აჰა, 2,000-იანი. აი, არ მინდა მაგას მე წავიდე ბოლოს. არა, მაინც რო იგზნო რა. ბოლოს წავიდე. ბოლოს წავიდე. პარკით უნდა მოსულიყავით. აი, დიპლომატით გაგა. რა არის პრობლემა? პარკებით უნდა მოსულიყავით. კაი, აბა გითხარი. კარგი, ვარდისფერი პარკი მიყოთ და გაგა. გინდათ ხო? რატო არა ეხა რა, მაგრამ გამოვიდა კატეგორია. ვინმეს არ უნდა?
არიან ხომ ისინი მოდიან ნუ მაგას ხომ მაინც ვერ წავიღებ და კაი ხა. არა, თან ჩვენი მიზანი არის რომ კაი თამაშიც კარგი გამოვიდეს. ეგეც არის და თან ეგეც რა. თან თამაში კარგი გამოვიდეს. აი თან წაიღე ხო არის? ხო. აი თან წაიღე. თან წაიღე აი არის. რაღაცა დიდი სურვილით ვერ გნახე რომ თან წაიღე. ადრე იძახტივე ხა? ბიჭო ეხლა რაღაცა 100.000-ის ეგრე დაკანება. ბუღალტერის ისება ხო იცი კომპლექსი. სულ მგონია რომ ჩემ ფულს გატანა. ბუღალტერებს რო აქვს ხოლმე ხო იცი პრობლემა რომ ხელფას რო გაძლევენ ადრე იყო ხომ არ ქეშა თორე თავის ფულს გატანს. ისე ცოტა ენანება ხომ ესი გატანს რა ხელი მომიწერე ეს ბოიარდე რო მოაწერი და წადი ხო მოაწერი და ბოიარდე რო გვაწამებდი ისე არ გვაწამო ეხლა დღეს არ გვანერვიულო და რაღაცა. კაც ხასიათზე იქნება. გადათქვი, გადმოთქვი ეგენი არა. ესე შეგილია ეს? ესეც შეიძლება კი თუ მეწოდინება პასუხი აუცილებლად. არიცი? არა საიდან მე ვინმე წვის მაგას. აპასუხი ამან არც ერთ გაიცეთ გადაცემაში რასაც პასუხი არ იცოდა არას. აი, იცის 100%-იანი ვიცი რა. კარგი, მოდი დავიწყო და ნენა გზაში აგიხსნით რა ხდება, ხო? თავარია რომ ფული გადანაწილდეთ, მთელი ფული თამაშობს არ უნდა აუცილებლად. დავთვალოთ ნაღდია არ არის თო არის არ არის. ნაწილდება 3-ზე, ხო? შეხედე. აბა. დათვალე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 3 რა 3 4 4. ხედა? ხო, მე. 12 4 ეს არის 8000-ია, ხო ეს? 48 49 და 50. მეგა. ყოფილა. ზუსტად არის. ათვლილია. დათვლილია? კი, კი. კარგი. აბა მე. აჩისთან და იმასთან ერთად თამაშობთ ფულთან. მაშასე მიყვარს ფულთან თამაში. მე დუტასთან თამაში მიყვარს. მიყვარს ფულთან. როგორ არისო? მაშ როგორო? მაშასე? მაშასე? ჰა. აი, რა დავამკვიდრე ეს ტელევიზიაში ეს მაშასე, ჰა? შენ დამკვიდრებულია? აბა რა. ნუ იმ დროიდან მოდის რა ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგი. მოდი, ნახოთ კატეგორიები. ეხლა რა ხდება? ორი კატეგორია გამოვა და თქვენთან რომელიც უფრო ახლოს იქნება, იმ კატეგორიას აირჩევთ. აბა რა. ისე კი არ არის. ბრმად არ გამოვა შე. სპორტი და პოლიტიკა. ლეგენდა და სტადიონები. დედა? ლეგენდა ვიყოთ მე მგონი. სტადიონებთან დაკავშირებული? ხო. სტადიონები ავიღოთ. ავიღოთ. ხო, სტადიონები. ლეგენდა აიღე თუ გინდა. მოიცა რომელიც ლეგენდა. გინდა? რა ვიცი. რა რომელი სტადიონები რა? ყველა სტადიონზე ნათამაშები არა, გაქვს. ნათამაშები მაქვს, არა, ყველა სახელი და ხომ არა ლეგენდა ეხლა. პირველი კითხვა, პირველი სტადიონი. სტადიონები მოგვეცი. მე მეგონა რომ უკვე მარტო სტადიონებზე ეს რა შეკითხვა რა სტადიონზე იქნება. რა კაცო შეიძლება. პირველი შეკითხვის ორი ვარიანტი სტადიონი. ყველაზე ვირჩევ თვითონ და შეიძლება ლეგენდარული სტადიონიც იყოს რა იცი რა. სტადიონები. კაი, ჰა. სტადიონები. 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 რაღაცა ისე იქნება რა სტადიონები ვარ ავგეღო მე და შენ. არა, მაგრამ უკრფული იქნება. კარგი, სტადიონები გვაქვს. კი ბატონო. და ეხლა ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ჯერ კითხვა არ არის. ჯერ არა. აი აქეთ გამოვა. აბა. Camp Nou, Barcelona, Londonis Wembley, Olimpico Romi, Santiago Bernabeu, Madridi. კი. ხოლმე ნათამაშები გაქვს? ნამყოფი ვარ. აქ ნამყოფისა ნათამაშები მაქვს, აქაც ნათამაშები. ო, და აბა რა გინდა? ბერნაბეუზე და Camp Nou-ზე ნამყოფი ვარ. კითხვა რა უნდა იყოს, მაგარი რა უნდა იყოს ეხლა ეს. Wembley-ზე Londonში ნათამაშები კი. ხო? კითხვა გაინტერესებთ ხო რა? მე 4-ზე ნამყოფი. რომელ სტადიონებზე უთამაში შეიძლება იყოს? იყოს. ნახოთ აბა. არა, ეგ არის. რომელზეა ნამყოფი და რომელზე უთამაშია? იყოს. შევხედოთ კითხვას. რომელ სტადიონზე ჩატარდა 2012-13 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი არა, ჯერ არ გვინდა, ნელ-ნელა გავაკეთოთ. თავდოთ? თუ იმჟელო. ასუხი ვიცით და რა ვქნა. წავიდეს დრო? მივა ხო, დავიდეს დრო და თან ვიღებ. გადაანაწილეთ ფული 100-1000-ზე. აი, ესე კლიანად. დრო მიდის? დრო, არ გვინა დრო, აგე რა. ისე აი, შეგვიძლია გავაჩეროთ. არა, გენაცოლი არ გააჩერო არა. არა, გავაჩეროთ, კაცო. მაიცა ხო არ გადავარ და ხაზის იქით. მე არ ჩაგვითვალო რამე ზედმეტაში. ისიც ის სუსტები უფრო ნუ კარგი ეხა ეს. შევაჩერო დრო? კი, გააჩერე. შეჩერდი წამო? ეს 30 წამი მე დაგვიმატე თუ მოვიგე. არის შეიძლება კეთილი არა. მე დაგიმატებთ. აი დამატებითი დრო რა სტადიონები არა. ეს ეხლა ეს გამოვა. ეს გამა 3 დამატებითი წუთი. არა? არის ნახოთ ამის დააგროვეთ. ძალიან მაგარი სტადიონია და ძალიან ესეთ ემოციები დაატვირთული დაუბრუნდით რა. არ წაგვიყვანიარო? კი, ფინალში. თამაში რო. მაკედან? კი. ქართველები პირველები იყავით, ვისმაც ჩახვედით?
რა ვხარ? წასაყვანა? წასაყვანა. წასაყვანა მე მგონი კი. ნუ საბჭოთა კავშირის პერიოდში არ ვიცი ხა ქართოს თუ ინვეს. არა, უემბლეზე იყო, ძველ უემბლეზე იყო ადრე. ჩვენ რო ვითამაშ ნაკრები. ანახლებული ოზეროვი? ვინ წაიყვანა ჩვენი თამაში? ინგლისის და საქართველოს ნაკრები. აუ, ეგ როდის იყო? 91 იყო გიგაბოკერია ნამდვილად მახსოვს. გიგაბოკერიას მიყავდა, ერთი გიგაბოკერია იყო და შეიძლება ცნობილი არა. კი, ფეხბურთი მიყავდა. კი, მართალია. და მეორე არ მახსოვს სამწუხაროდ რა. არ გაინტერესებს პასუხი სწორია თუ არა? კი, აბა როგორ. არა, ეხა ეს დარწმუნებულები ვარ და თუ არა მე. დარწმუნებული მიდი. არა, ეხა ვიყავი და დარწმუნებული რა. იყავი? კი. ბანდი ვიყავით. ახლობლად ის ერთ საერთოდ დავიჭირე. დააჭი. არ არსებობს ეხა ეგას გაფ. სწორი პასუხია უემბლი ლონდონი. უემბლი. ესე სპაკოინად ვიყოთ მე და შენ ბოლო კითხვაზე. აბა გეგონოს. რა ხოშიანი გეგონოს. მაგიდი და ხელი აიღებს ხილას. იგენაცვალა. ამე არ ჩავარდეს ხო? ხოშიანი. 100,000 გაქვს? ვარდება? აბა რა. ო, იმიტომ გითხრა გამოიწირო. აქედანაც დიდები არის. უყურე შენ. თახა დააბრუნეთ თავისად. ოჩახ, კარგად მუშაობს ბიჭებო, შვენიერია. აი? შენ მე ნახე წაღების დროს ნახე როგორ წავიღოთ. კარგია, მთავარია. ჩვენო დაცვის პოლიცია გვიცავს. ისეთი ქვემოთ ბიჭები დგანან დაცვის ჩვენ პოლიციის პრობლემა წარმომადგენლები. მაგათთან ჯერ. იმათმა არ ჩაიტანონ ქვემოთ დიპლომატი და არც ეგ არ არის პრობლემა. თუმცა კარგი იქნება რომ რაღაცა ნაწილი აი დაგჭირს ლიანა თუ არა. კარგი იქნება, კი. იმიტომ რომ ერთი რაღაც იმედი მაქვს. მე სამი სიმედი მაქვს, აბა ვის იმედი? მე შენი ძიმა. ბატონო ირბალ. არა, ლამაზად უნდა დავალაგო, არ შევიდე. გავაგზავნოთ. ხოიცი პულთან დავა. მეორე კატეგორია, მეორე ეტაპის ორი კატეგორია გამოვა. აი საერთოდ. აბა 100,000 გაქვთ. ხა რაღაც საშინელება იყო რა. არა, ოჯახი და ხალხური საკრავები. თქვენი საყვარელი ხალხური საკრავები, ბიჭებო. საკრავები? საკრავი? შენ დაუკა, რა ვიცი არა. საკრავებთან მე ძინეთა ვარ, მე მაგრამ გიტარის მეტი არაფერი არ ვიცი. არა, ჩამონაცვალი კი ვიცი, მაგრამ ხალხურ საკრავებზეა ლაპარაკი. ნუ ხალხური ფანდური. საკრავები. ფანდური არის, ჩონგური არის, რა ჩონგური, ბევრია. ფანდური. ხა რომელია ჩონგური და რომელი ოჯახი რატო არ ფანდური? გინდა, რა? იყოს ოჯახი. და ოჯახში რა შედის? არ შეიძლება, აუ გვეტყვია რა შეიძლება. დედა მამა თუ რა? ძმა და რა ვიცი. იყოს ოჯახი. აი, ოჯახი. მამა, პაპა. ხო, ოჯახში შეიძლება აი რა ქვია? თან 4-ია და რაღაცას შენი ვიზავ. ცოლის დას. მამა. ქვისლი მაზლი რაღაცა. რაღაც ეგეთი. მიდი, ამა. იყოს ოჯახი. ოჯახი. იყოს ოჯახი. ოჯახი. ხალხური საკრავი. ანუ რა ქვია ქართულ რესტორანს? ხა პასუხებს ნახავთ? აბა, ოჯახური. დავიხიეთ ცოტა უკან. მიდი, ამა. სავარაუდო პასუხი. ხო, აბა ნახოთ. აი აქ მონიტორებზე. მიდი, ნახოთ აბა. ბილი, თავი, ყური, ცხვირი. თავი, ყური, როიცი, ცხვირი. კითხავს მოვისმენ და გავიგებთ. კბილი, თავი, ყური, ცხვირი, კაი. აი ოჯახური შეკითხვა. ოჯახის თავი, რა აი, მეტი გული რა. მიგზნობს. აბა ოჯახის კბილი. ოჯახის კბილი, ოჯახის ყურიც არის. ოჯახის ხვირი ცხური. კაი, მოიცა კითხვა ნახო და მე ოჯახის ვიმჯო. ხვირი არ ვიცი ვის ოჯახის ხვირი. ნახოთ რა შეგაცი არა ვარ. მოიცა კითხვა ნახოთ რა. რა კითხებს ადგენთ? რა ხქრია? ქართული ანდაზის მიხედვით რა მოსჭრა პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს. კბილი რა. აუდო და სიკბილზე? ო, აბა რა ყური როგორ მოჭრა? ემალი მოჭრით კბილს. ბიჭ მოიცა, რო გვაქვს და 40 წამებია გასული. ქართული ანდაზის არა, მიხედვით. გაგიგია ეგ ანდაზა? არა. არა, მაინც ტყემალმა ყური ვერ მოჭრა, თავი ვერ მოჭრა, ცხვირი ვერ მოჭრა და რა ჭირი მოჭრა. ეხა 100 რო დავდოთ იქ? ხო. და სხვა რო იყოს, დავამთავრე და სირცხილი. რამდენად დადო სხვაგან? ტყემალმა რომ მოჭრა კბილი, ყველა მიცის ალუჩამ ტყემალმა, ტყემალ კბილს ყი? აბა რა შეჭრის? თან ის ტყემალი კი არ არის უკვე გადადო. ნახევარი დრო წუთი დაგჭა. 100 დავდო სულ? რა. მეგონა არ გავარდეთ ბიჭო. გავარდეთ ახლა ეს თუ ვერ გამოვიცარით, დარჩე რა გაუნა გამოვიცი. რა ვქნათ, 100 დადეთ? ე, თავი მოჭრა ტყემალმა? თავი როგორ მოჭრა? ცხვირი? ქართული ანდაზის მიხედვით რა მოსჭრა პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს? კბილი, თავი, ყური და ცხვირი. ტყემალი რო არის 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 100. მიევო პაკაჟი. თავი მოჭრა რა მოვიდა იმას. კაი, ეხა რაღაც მილი რუსია. მოჭრა რა თავი. აპამ შეჭამა ტყემალი, ხო?
პაპამ რატო კაცო? ქართული ანდაზის მიხედვით რა მოსჭრა პაპის ნაჭამად შეჭამა ვიჩქარეთ ეხლა ჩვენ და მე მგონი პაპის ნაჭამი ტყემალია და შვილიშვილს რატო მოჭრიდა რამეს? ქართული ანდაზის მიხედვით რა შეიძლება პაპას მოჭრას ტყემალმა. არა, ნუ ანდაზა რა ხან არის შეიძლება რომ შვილიშვილისთვის პაპის ნაჭამა ტყემალმაო? შვილიშვილს მოჭრა? ნახოთ სწორი პასუხი. ესე იგი ვერ წავიკითხე. გავარდით? გავარდი და გავარდი რა. შენი არა, ბრალი. მეორე კითხვა შენი ბრალი იქნება, ჩემი რატო იქნება? ნუ კბილი და ტყებალი ახლოა და ეხა. შევერცხით მეგონის. კბილი და ტყებალი არის ძალიან ახლოს. ხო და აბარა ესე იგი არის ახლო. მოტყუებით ის შეიყო, რა ქვია. მე მოგვეჭრა. აი თავი რატომ მოჭრა ერთი მითხარ. რა მოგეჭრა ბოდიში? თავი. თავი? მოგეჭრა თავი? აბა, ჯამა ტყემალი ბავშვი მოეჭრა თავი? რატო? არა მე მეგონა რომ შვილიშვილმა მოჭრაო კბილი. ჯერ მოიცა იქნება სწორია. აუ დავიღუპეთ, თავია. ხოცა ორი რჩება რა. ეხლა რა გვაწვალოს კიდე რა დავჭი. იცი რა ესე და არა ესე არ უნდა ვიცქაროთ მართლა უგ შემდეგშია გოქნა დამასა ბიჭო. აი ცოტა ესე მიქნა ხო იცი. აი გადმოვიდე. შეგაბრძოლათ ცოტა. დააბრუნე სახა. არზე პრინციპში. გადარჩი. არა ამანდაზე მახსოვს ერთ გადაცემას უყურე და შენ ბიჭო მეგონა რომ ანდაზებში მაგარი იყავი და სად შემატყი ანდაზებში რომ მაგარი შეგენაცვალე ასკადა გული შეგენაცვალე ორდა გეხმარ. არ გინდა არა. არა შენ მე დაგვეხმარა მარამდე იმაში მოვამზადებ ესე იგი ისე 100.000 გვაქვს. წინ 6 შეკითხვა. ეგ რო კარგად წაგვეკითხე შეიძლება უფრო დავნებოდი. ორი კატეგორია ეკრანზე. წავიდა. მოიცა გავასწორო მოდი რა გავასწორო მოიცა რა კარგია ლაბადარი. ეგ რო კარგად წავიკითხე შეიძლება ფეხბურთი და სამუდამო სასუფეველი. ფეხბურთი და სამუდამო სასუფეველი ეხლა მართლა ამოგიდო მაგას კაი იყოს ფეხბურთი ეხლა არ უნდა ეს ამუდამო აი რა სასუფეველზე დავი არა მოიცა რა ფეხბურთი ავიღო აი რაღაც ძიმას უნდა სამუდამო სასუფეველი. რაღაც ძიმას არა უნდა ის არ არის გამორჩა შენ სამუდამო სასუფეველზე ხო იცი მაგარი ანეკდოტი რო მოგვიყევი. ყველა კარგად იყვნენ დინამოზე იყო ესეთი ანეკდოტი რომ კატასტროფაში რომ მოყნენო რა ხო და ну იმ ცხოვრებაში მოფრინავენ ახლა და მივიდნენ 64-ის კართანო რა ხო და გამარჯობა ჩვენო დინამო ვართ რა და 64-ის კარი გაგვიღეთო შემოვალთ და სამუდამო სასუფეველშიო დინამოზე რა უნდაო ფეხბურთელებს არ ვიღებთ რა სუთხასიაძე მოდიან რა უკა და გარვიდა რა გვარი ვთქვა და იქედან ეძახიან შენაო ესო აქ არისო ერთ-ერთ გვარზე რა კიო მოდი შენ ხო ფუტბოლისტი არ ახი შემოდიო გვარი არ თქვა მართლა მე ეს გვარების გადაკეთება თავშორის მსახიობებზეც არის იგივე. ყველა შეგვიძლია მოვარდო ეგ რა ჩემი ფეხების მსახიობია. მოდიო შემოდი თუმცა კარგი ფეხბურთელი იყო კი თუმცა ესეც კარგი მსახიობია. ეხლა ძალიან კაი ხასიათზე ვარ და ნახოთ აბა 6 დაგვრჩა ბიჭო 6 ფეხბურთი თუ სამუდამო სასუფეველი? კიდე გოგითხები ფეხბურთი ნუ საბოლოო გადაწყვეტილება მაინტერესებს. სასუფეველი იყო ფეხბურთი რა ფეხბურთი ფეხბურთი. აი მე აბა ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. სულ 6-ია თუ 8 რა ჩე თვითოს მიყვეთ არჩი ვენესუელა, სალვადორი. ჰონდურასი, ეკვადორი. ზოგორორი სალვადორი, ჰონდურასი. ვენესუელა, ეკვადორი. ზოგორორი რა ეს რა უბედურია მოიცა ვენესუელა სალვადორი აქ კითხვა არ ვიცი მაგრამ უეჭველი განაწილება არა აი აქ გვირევენ წვი სახელებას აზრი არა აქვს მე თუ სალვადორი. ქვეყნები ხო იცი კაც ეკვადორი ქვეყნები ხო იცი ორჯერ არის კაი მოიცა კითხვა ვენესუელა ნახოთ კაც როგორ? მოიცა ერთი ვენესუელა, ორი ვენესუელა, ერთი ეკვადორი, ორი ეკვადორი. არა, გამეორებაა რა. კი, მეორდება რა. სალვადორი მეორდება და ყველგან ორ-ორი ესე უწერია. სოფლიო ევროპის ჩემპიონატი ერთი არ გავხარო ვიცი აი, კარგი, აბა ნახოთ რა აზია ლაპარაკი. გოლზე არა ვარ ფეხბურთის მე რა ფინალში ვქნა. სოფლიო არცეც არ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ჩემოგიერთეთ თუთა ხო? კი ჩვენ მოგვიერთდები ჩვენ. არტე ნახოთ შეკითხვა. 79 წელს რომელ ქვეყნებს შორის მიმდინარე საფეხბურთო მატჩი გახდა სამხედრო კონფლიქტის საბაბი? ევროპა და სოფლიო არის. ვენესუელა, სალვადორი, ჰონდურასი, ეკვადორი, სალვადორი, ჰონდურასი თუ ვენესუელა, ეკვადორი? ეს ფეხბურთის კითხვა რატო
79 წლის რომელ ქვეყნებს შორის მიმდინარე საფეხბურთო მატჩი გახდა საბოლოო ჯამში სამხედრო კონფლიქტის საბაბი 50 წამი გააქვთ ყურადღებით დრო მიდის უნდა გავანაწილოთ ეხლა რა აი 79 წელი იყო იმის დროს ანუ მექსიკის ანუ ეს არის მექსიკის ჩემპიონატის წინ რა იცი რა თამაშია კაცო არა მაგაშია თუ არა სალვადორში არის ხოლმე ამბავი სულ სალვადორი ავიღოთ ვენესუელა არ ვიცი ერთი სალვადორი აქ არის დაანაწილე კაცო რა ვიცი სანაცილე მეტი შეიძლება ამაზე დაგჭირეთ ვიჩქარეთ თანხა რომელიც ბოქსის გარეთ დარჩება ჩემია 10 დავდო რამდენი დარჩა დრო ბოჭო რომელი უფრო გოლი დაანაწილე ჩქარა დაი ვა 4-ზე ნუ ანაწილებთ ერთი თავისუფალი უნდა დარჩეს ფაქტად დრო ამოიწურა ყველაზე მეტი აქ დავდეთ ო ნუ ვერ ნახოთ იქნებ ეგ იყოს არ უფრო შეიძლება რომ ეგ იყოს სალვადორი ჰონდურასი იქნება ეს იყოს ხო ნუ შეიძლება უფრო სავარაუდოდ ეხა რა ვიცი არ და არ მაქვს იღბალები ხარ რა მამა დაღლის შეკითხვა და რა იღბალები ვარ რა მაგას 3 4 მაგას გეუბნები მაგიტო რა აირჩევ კატეგორიას ცოტა ზნელია ეს არის 6 წალი ანუ 12000 ლარი ვენესუელა სალვადორი იქნება ვენესუელა სალვადორი აი ეს უფრო 1 2 3 და ისე მივაყარე ბოლოს რა მაი 1 2 3 პატრიცის შუა ყოველ შემთხვევაში თამაშს ვაგზელებთ რა 30000-ია აქ ჰონდურასი ეკვადორი ეს რო იყოს დანარჩენი არის ხო არა ეს არ იქნება ვენესუელა ეკვადორმა დასცხო ერთმანეთს ფეხბურთის გამო 79-ში რაღაცა არ მახსოვს მოკლედ ჩვენ ვართ ესე რა დასცხო ერთმანეთს სალვადორმა და ჰონდურასმა სხვა გზა არ აქვს ჰა მე ნუოკალი ახლა კარგი საბოლოო 78-ში დავიბადე მე რა ვიცი მე ფლამერი დავიბადე მე ხო ვაფშე პროექტით არ ვიყავი კაი ჰა რაც არის ეგ არის ესე კითხვა როგორ არიწოდი პროსტო მოწაკლავი რა ვიცოდი 79-ში სალვადორი ყოველდღე ტელევიზორში მოგძღრავდა ეხლა ეს როგორ არიწოდი ისტორიკოსი არა ვარ სპორტის მიდი ჰა კარგი მოდი ვნახოთ სწორი პასუხი გამოიწია ვენახი აუ ეს არა რა ეს არ იქნება ისე ამასთან შედარებით ეხლა 12000 უცბად რაღაცა ისე თანაბრად არა გეუბნები ეს თუ არის კართან თამაში რა არა გითხარი გამოცნებული მოიცა ეხლა ეს არ ჩამოვარ გითხარი მოიცა კაც აქეთ ვაფშე არ დავდებდი თქო რა გამოცნებული მოიცა ეხლა ის თუ ჩაიყარა მე ნახე გამოცნობა არა გამოცნობა ნახე მე ვენესუელა თო ეხლა არის როგორი რაღაც აი მე რო შეკითხვაზე რაც ხდება ხოლმე ხო იცი ერთზე ფული დევს მეორეზე არ ახხოვს რა აი დაახლოებით აი ამ ახო დაბა არჩილი როგორი იღბალა აჩი ბაჭა ქეო ფეხი შეუყუდო და ეხლა აქ აჩის ამბავი არ არის აქ ეხლა ვნახოთ შე როგორი იღბალა ხარ ახო მე დავაყარე მაგას სენი და აქ და მე არ ვასწრებდი იქეთ კიდე კაი ხო ნახე ჩაიყარა კაი ნახოთ იქეთ მაგრამ რა აზრი ჩაიყარა მე მაგას ვერ უყურე დაწავიდა ჩვენი ფულები არ უყურებდი მა ის 40 ფული მაინც დატოვე 11 მეტრიანოს რო ურტყავი ხო ის გადავწყვეტ გოსო არ ვაგდებთ მედი კაი მე გეტყვი ერთ კარგრამეს რა თუ რამე მოხდება აქ გვაძლევ ყველაფერი იქნება დიმას დამსახურება წაგებაც და კაი ვიღებ მე რა ჩემ თავზე ვიღებ არაფერი გამოკარი ვიხარ მანდ აჭი 1979 წელს ფეხბურთის მატჩის შედეგად ფილმიც არის ამაზე სპეციალ დიდი ფილმია გაკეთებული ჰონდურასი ეკვადორი ხატრული ფილმში გადაიღეს მე ძალიან მაგარი ჰონდურა ამ ეს არა ეს არა ვიცა ჯერ ჩავარდეს და მე მოყვა ამას სამხედრო კონფლიქტი მოყვა ეს სალვადორზე უნდა გაგვეკეთებინა ორ სალვადორ და ჰონდურას შორის თუ ვენესუელა ეკვადორს შორის ზუსტად არ მახსოვს ეხლა ბოლოსაც იყო ავტობუსი დაცხილეს მთელი ამბავი კაი მიდი ჩამოვაგდე სწორი პასუხია აიმე ისტორია გავოდინა ნორმალური თანხაა 58000 შეინარჩუნე ყოჩაღი აი კარგია კარგი დააბრუნეთ ახლა ამდენი 3 იყოს ამიტომ კატეგორიას არჩევს დიმამ ძიმე არა ეს ახლა იცი რამში მასკნა არა ადრენალინია რა ეხლა იცი რას გეუბნები შენ დაგიფრიალდა ფეხბურთთან ძალიან ვაფშე შორის თუ ეხლა ფეხბურთის ისტორიის ბევრი ამბავი იცი რომ არა ქვეყნებს შორის კონფლიქტი დაწყებულა ფეხბურთის მატჩში ყოფილა 78 წელი რო გეთქვა გეტყოდი
79-საც გეტყოდი. რატო 79-ს რას უწუნე? 79 არ ვიცი სად იყო როდის იყო. 79-ში ერთი წლის ვიყავი. ბურთი მივარტყი ფეხი სახში პირველად მაგ დღეს მე. ბუჩიო ესე თქვი, ხო? დიდი აი, ნახოთ, სამი შეკითხვა გავიარეთ, 5 დაგვრჩა და 58-ია აგორი გაგვიწია. საჩუქრის ვიფიქრო ცოტა ეხლა. ხო, მაგრამ როგორ უნდა გაიგო ხალხ ეხლა. მეოთხე ეტაპის კატეგორიები მოისმინეთ. ნახოთ აბა ორი კატეგორია. აღნიშნება რა. მანერვი. ტაძრები პრეზიდენტი. ეხლა იქ წარმოიდგინე იქნება ვიღაც აფრიკის რაღაცა სასწაული პრეზიდენტებში. აი იცი რა იქნება იქ. არა იმას გეტყვიან ეხლა საფრანგეთი, გერმანია და ამერიკას. არა, პრეზიდენტის ინტუიციით ამოვიცნო. ხო და მეც მაგას პრეზიდენტები ინტუიციაზე დაგდო. თუ რაღაცა გამოშიგნის როგორ მაინტერესებდა არა და ტაძრები. ეხლა 58 გვაქვს და გავანაწილო წესიერად. აი მაგრამ მაინტერესებს სანამ არა და იმასვიდან ტაძრებში ხო გაინტერესებს, 1 2 3 4 აი ეს არის 10 20 30 40 50 რომ ადვილად დავთვალოთ ეს სამი გავწიოთ იქ. ის სამი სადმე ისეთზე? არა ესე რა რომ ვიცოდეთ რამდენი როგორ შეგვაქვს რა. რა არის ეგ 10-ია. 1 2 3 4 და 10. 2-ია თითო. ადეს ხო, კაი, ხო. დავაი. გამოვში. პრეზიდენტი იყოს. საბოლოო გადაწყვეტილება. იყოს. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ამდენი ფული მოგვიგო იმან. არა? ობიჭო. ანუ თეოდორ რუზველტი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, ბარაკ ობამა. ამერიკა, ასე უფრო ახლო. ამერიკა არის. ხა რაღაცა კანონი მიიღო, რაღაცა ჭირი. ნახოთ აბა შეკითხვა. ნუ დროის რაღაცას ვიზავთ რა. მე შემიძლია ვმართო ამერიკის შეერთებული შტატები და ვმართო ჩემი ქალიშვილი, მაგრამ მე არ შემიძლია ვაკეთო ეს ორი საქმე ერთდროულად. ვინ არის ამ სიტყვების ავტორი? ობამას ყავს ქალიშვილი. რონალდ რეიგანს თეოდორ რუზველტი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი და ბარაკ ობამა. გავიდა დრო. აქ უეჭველი ყავს ქალი, ხო? ხოდი. სადა? თუ რადე? აი ამა ეხანდელია და ხო გეწოდინებოდა. 10-ია. რეიგანი არა, რეიგანი არ იტყოდა. ნიქსონი მეგონია მე. რამდენი დევს? 10-ია ეგა. 10. მე 5. მან რამდენი დევს? აქაც 10. აქ დავდო 20. აქა? რუზველტს ყავდა? რეიგანი არ მგონია რა. რუზველტი არ მინდა. აი აქიდო ზესე. ხო. რამდენია ეს? 3. ესე ქენი რა რო ადვილად და 25 წამი 25 წამი გვაქვს, ჯერ დრო არის. ობამას მივამატო ცოტა? მივამატო ობამას? მიდი ჰა, აქ 20. თუ არა, ობამა ბიჭო არ მგონია, რა ეს მგონია რა. პირდაპირ? პირდაპირ როგორ, ნუ არა, აი კაი ჰა თქვი. ერთის დავდოთ, მაგრამ რეიგანზე არა, რუზველტზე დავდოთ. რუზველტს ყავდა მე მგონი. გავანაწილე. რამდენი დარჩა? 10 9 ამას რა 8 7 6 5 4 3 2 იტყვილა გადა. 1 და დრო ამოიწურა. აი ეს რეიგანი არ არის რა. ნიქსონი მართლა რა დაგიშავათ ამ კაცმა გამაგებინეთ. მაგას არ უთქვავს რა. შენ მოუკვდი. შენ მოუკვდი შეპატრი. ბარაკ ობამას 20. 20000. ჩვენგან ჩვენ ბარაკ ობამას. რეიგანი წავედით ამერიკაში. თეოდორ რუზველტი 6000. ნუ შესაბამისად 30000 გამოვიდა რიჩარდ ნიქსონი. 32 ბოდიში. 32. ხო, მოდივარ მალე. კი, მალე მოვალ. რა? სად მოდიხარ ბიჭო სად? ჰე. გამოკითხოს აზრი არა. აი ეგ არის. თორემ ინტუიციაა რა. ქალიშვილები კი უნდა იცოდე ვის ყავს. ეხა ეს ამის ნაცვლად რო იყოს ახანდელი ამბავი გვემახსოვრებოდა, მაგრამ აი ემახსოვრებოდა? რეაქცია უნდა ყურადღება რაღაცეებს, დიმა. პოლიტიკური დონე? პოლიტიკაში არ უყურებ საერთოდ არანაირს. არც იმაცას არც ო, ესა. ჩვენ გვაყურებინებ და შენ არ უყურებ. რა მე გენახულება? შენ პოლიტიკას არ გაყურებინებ. ობამას ორი შვილი ყავს ქალიშვილი და მაშინ იტყოდა ჩემ შვილიშვილი, ისა ჩემ მე შვილებს. თავიდან რო გეტყვი არ დავდებდით. ერთი ვის ყავდა? არა, ეგ უკვე არ ვიცი რამდენი ყავდა და ნიქსონს ყავდა და რუზველტს და რეიგანს არ მახსოვს ქალიშვილი ყავდა. რეიგანს არ გახსოვს. ეგანს ვაფშე არ ყავდა შვილი მე მგონი. უშილძიროია. მაგრამ ჩადო მიწაშია. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რეიგანის შთამომავლები არ ვიცი რა. არ გამიგია. აი, მე შემიძლია მართო აშშ და მართო ჩემი ქალიშვილი, მაგრამ მე არ შემიძლია ვაკეთო ორივე ეს ყველა ორივე საქმე ერთდროულად. ამ სიტყვების ავტორი არ არის თეოდორ რუზველტი, ან რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, ან ბარაკ ობამა. საბოლოო პასუხი გვაქვს, შედეგები ესეთია: 20000 ბარაკ ობამას, რიჩარდ ნიქსონს 32, 6 რუზველტს, რეიგანი. 10 ხუნა დაგვეწო. ჩავდეთ ესე იგი.
აი ჩავარდეს და მე ვიჯელო. საბოლოო პასუხი. აი თხას რომ კარგავთ ეხა 200-ზე არა. ნუ გასაგები ხა, ანუ ეს არ იყოს სწორი პასუხი. თუ ეგ არის დამთავრდა მაშინ. დამთავრდა და მალე მოვალ, მალე მოვალ. არ არის პრობლემა. გათავდა. საწყენი იქნება, მაგრამ არა უშავს. ჩვენზე უფრო მაგარი ხალხის გამოვარდნა პირველ კითხვაზე აქ ვერასაც უყურებ. ბარაკ ობამა 20,000-ი წავიდა. მაგას არ მივაქციეთ ყურადღება რა, ქალიშვილი. ნახვამდის ჩავარდა უწერია თან გვახსენებ. ჩავარდა 20,000. გვახსენებენ. მართლა არ უნდა დაგვედო რა. კაი, ეხლა რაღა დროს ეგა. არა იქ. კაუში. ხსუნია. სამი ვარიანტი გვაქვს. ეცნო თუ ჩავარდა წავიდე. აღარ თვინდა ავაი. როგორ არა, ბოლომდე უნდა. რატო 6,000 წუდია? რატო სანამ კიდე სამ კითხვას გავიდა წამოვაძრო და თუმან მე ერთ თითოზე დავდებთ, გავრისკავთ რა ბოლოს. წამოვაძრო და თუმანი დადე. მიდი. სწორი პასუხი კომერციული წრის შემდეგ. გაგიბრუნდით. ეს კარგად ამაკ დასილი. აჩისთან და დიმასთან ერთად თამაშობთ ფულთან. ვაი. მეოთხე ეტაპია. 20,000 ეხლა ხანს დავკარგეთ. ვაი. ჩავარდა ბატონო ჩემო. რას ალაგებენ ბიჭები? მართო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მართო ჩემი ქალიშვილი, მაგრამ მე არ შემიძლია ვაკეთო ეს ორი საქმე ერთდროულად. ამ სიტყვების ავტორი ან არის თეოდორ რუზველტი, ან რიჩარდ ნიქსონი, ან რონალდ რეიგანი. ობამა თურმე არ ყოფილა ამ სიტყვების ავტორი და 20,000-ით შევწიეთ. ახსერი და წაიღო ჩვენ რა თუდო და ჩვენი 20,000 ერთ. თავისი არ ეყოფა? თავისი ტონა აქვს. ტონა 20,000. ეგა ქალიშვილი ყავდა. არა ვიცი. რეიგანს გეტა ყავდა ქალიშვილი. ისე იმას რეიგანს უყვარდა ხოლმე ეს განცხადე რაღაც უფრო მახსოვს რა. კაი. ხო, აი რაღაც ცოტა აი ნახე, ხედა, ეხლა რომ ნელა რო ფიქრობ. განცხადებები უყვარდა? ხო. ეს სახიობი. ნახოთ სწორი პასუხი. ერთი კიდევ გამოვაკლოთ, აბა. მონკალი და უახლოვდეთ ერთი ნაბიჯით სწორ პასუხს უფრო სწორად. აი რა. ერთი 2 ვაი. 3 მოუჭიძი. არა შენი და ხოლმე ჩაგდე. რიჩარდ ნიქსონს ეს არ უთქვამს იმა. ქალიშვილი ყავდა? არ უთქვამს ყოველ შემთხვევაში. ანუ ვაგზელებთ მეხუთე ეტაპს 6,000-ით ან კიდე ვემშვიდობებით ერთმანეთს და გადარეკე მოდივარ თქო. ჯერ არ მოდივარ. 6,000 გავაგზავნო ჯობია თუ გამოვარდა, თუ არა და წავალ. ბუღალტრები რო ხელს ისველებენ ხოლმე, ხო იცი დაგჭირდება რომ ეხლა იქიდან ამოსაწვა. არ დაგჭირდება, ისე ჩავარდება მეგონი. 1 2 3 პაიხალი. რეიგანია თო. მეტყობა. ეგრე ჩანს. ეგან რა მომგალი არ მახსოვს ეს ეგანის ქალიშვილი. ეჭვი მაქსო ეგ უნდა იყოს. ყოველთვის ეგრე მახსოვს მე. რა გინდა? ეს თამა შეგვიძლია ბოლომდე გავიდე. მე დავაბრუნებ. იყავი შენ. ვიარ ბოლომდე. ოთხი კითხვა, ეხლა უცებ. მეხუთე ეტაპზე უკვე სხვანაირად ვთამაშობ. ნახე როგორი ხდება. ეს გამოეთიშა. აღარ არის. არის 3 ბოქსი. ხო. 3-ზე ნაწილდებით, ოღონდ ერთი აუცილებლად რჩება. და რამდენი შეკითხვა დაგვრჩა? 4. მეხუთე ეტაპის 2 კატეგორია. სტიქია და ნაპოლეონი. მე მგონი სტიქია. იღა სტიქია მოგეს. წაიღო სტიქია მთელი და სტიქია. მერე. სტიქია თქო, თქვი, საერთოდ თქვენი ტყოდით მე უკვე თქვი სტიქია. ნაპოლეონს არ არიცებ ზუსტად. ნაპოლეონი და ომები და ისა რა ქვია, კუტუზოვი რა თქვია. სტიქია, აბა. 3 სავარაუდო პასუხი. ამდენი ცოლი ყავს. მონიტორებზე. აუ მომკალი ამ 6,000 დაი. ენდი. გამომისვი ხელში. ენდი და სენდი. სენდი, ხარიშხალი სენდი. იცი ეს რა, დიმა? რავი, ეგ გავს. ნახოთ აბა შეკითხვა რაო, ქარიშხალს ენდი აკრიაო. დენდი. რა იყო ქარიშხალს, რომელიც 12 წლის ოქტომბრის თვეში თავს დაატყდა ნიუ-იორკს და ნიუ-ჯერსის. თვითონ ხوار დავთო. არა, დაადეხა თუ იცი. ისი რა გამიგია, შეიძლება ენდი და სენდი.
დრო მიდის აუ შევაჩერე. რაზე ხარ ამას თლიანად მოვიგებდი. მოიქნება არ არის არც ეს კაცო შეიძლება ყველაფერი იყოს დენდი ნახდათ არ არის. დენდი არ არის, ენდი შეიძლება იყოს. აი გამოვიდო დენდი გარსია და ის ხო რო გააჩ. სამო. რაღაც ჩემი სახელი გაარკვიტო იყო. ბიჭო რაოცია. ეხლა იქნებოდა აი არ ვინერვიოთ მე-6 ეტაპზე გადავედით პირდაპირ. გალიაკია ერთის და გალიაკია ხალხი ამ დროს მაგ 20,000 წაგება იქნებოდა. აბა შენი გათქვი. ენდია თუ დენდია? აზარტის სენდი. სენდია. კარგი ახსნა. სენდი თან ხო არა ის სენდი. ავიდან თქვი ეხლა. აი გამოაგზავნა რა ეს სენდი. ქარიშხალი. სანამ კითხვა დაიდოს ხარიშხალი სენდი მეთქი, მაგრამ შეიძლება ენდიც იყოს, რა ვიცი. ენდი არა. ქარიშხალი სენდიო შენ თქვი? ხო. მიდი. სწორი პასუხია? ენდი. ჩავარდა. არა რა ჩავარდა. არა ძმაო არ ჩავარდება. 6,000 არ ჩავარდება. ჩავარდა ენდი იქნება. რატო იქნება ენდი? გაი რა იყო. ნერვები მეშლება აი სამდამადებინე 20,000. აი ეს რაღაცა ესე გაგეხედა ხო ეს? თამაში ვართ და ის სწორი სუსტები პასუხია უფრო სენდი დააწყდა თავს ნიუ-იორკს და ნიუ-ჯერსის და წინ მე ვიცევთ ნელ-ნელა ნახე რა ეხლა მდგომარეობა. ჩესნათ რო გითხრა ენდიც არ იქნებოდა და რაღაცა სათამაშოების სახელები. დენდი, ბენდი, გენდი. საშნელებები ქვიათ სახელები კაცო. კარგი, მე-6 შეკითხვის ორი კატეგორია ჯერ კატეგორიები გავარკვიოთ. წვადი და ყავა. აბა. აი და ძო არჩი, წვადი გინდა თუ ყავა გიჩევია? აი არ მინდა ყავა, ვიღოთ რას ეს კაც. ეცკათ ეხლა რა გააჩნია რა შეკითხვა. ამიშოლობა რა არის? ერთევდით მაინც. განაწილებაზე აღარ არის ლაპარაკი უკვე. ყავა გირჩევია. ინტუიცია სულთან. რავი, წვადზე რა უნდა იყოს? რა კითხები უნდა იყოს წვადზე? ყავაზე რა შეიძლება წამოვიდეს ხები? ანდორ გაბიტაშვილს რო კითხა, იცი ჩემო ჟურნალისტს, გადაღებაზე დაავალეთ. გუნდის ზადებაზე კითხა, მე კითხა. სიმონიშ. წვადი ზაფხულში უფრო კარგად იცება თუ ზამთარში? სერიოზული ინტორი ხო? ამა თუ როგორ მოვიგო შვილო და ორივე დღე შეწო, ზამთარში შეწო, ზაფხულში შეწო, თქვა. მოდა მოდი მაშინ წვადი ავიღოთ. კიდე კაი სიმოინჯოს, მარავი არ უთხრა კახურა. აი ისიც უთხრა, გასულ ეგეთ ჩაწერილი. კაი მაიტამ წვადი. ჩაწერილი გააქვს? წვადი? ყავა? არ ვიცი, რავი, მე არ წვადი ვიცი, არ წყავა. ყავა და ლუდი რო არ საიღებთ? თუ ყავა. შენ რა საიღებ? საჭმელად ყავაჯს ნაღდაჯობია მწვადი, მაგრამ აბა. შენ რა საიღებ? მე ვიზე კითხე. წვად. კაი, მოვიტან წვადი, ჰა. ოფეს ავიღებდი. იყო წვადი და სამიდან ერთ რაღაცას ინტუიტიურად გავარტყა. წვადი? ამ ბოლო იმაში. წვადი, აბა, კაი, რაღაცები ჯერ წვადი კაცო. რა შეიძლება იყოს? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. წვადი, სამი სავარაუდო პასუხი, აი ამ მონიტორებზე. მამკალი. აბა. აუ, არა, ამაზე შენ ახლა რაღაცა უნდა ქნა რა. აი წვადი რა. ვიქტორ ჰიუგო, ალექსანდრე დიუმა, ჟან შარდენი. ალექსანდრე დიუმას დიუმა წვადი. მოიწოდი, კითხვა არ ვიცი. გამიში. აბა, მეორე, ერთი, გამიში. კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ რომელმა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ გახსნა პირველი სამწვადე პარიზში? შარდენი? შარდენი ყავა ყოფილიყო, შარდენი შენ უფრო ყოფილიყო. აგიდა ქართულად მივიჟელებთ ეხლა. არა, არ ვიჟელებ. ფრანგულად იმჯერეთ ვიქტორ ჰიუგომ, ალექსანდრე დიუმამ თუ ჟან შარდენმა. კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ პარიზში ვინ გახსნა პირველი სამწვადე? წავიდა დრო 50 წამი გაქვს. ვინ ავია მიმოგზაურა ჯერ? მე მგონი კი. შარდენმა იმოგზაურა. დიუმა უფრო გაბაზრებულია რო იყო ჩვენთან. გაბაზრებული. ადე დიუმა რა. შენ 40 წამია. ანერვიულე დუტა ცოტა იარე სამივეს. მე არ ნერვიულობ. შენ რა განერვიულე? შენ ესე. მე რა განერვიულებ? მე მოვშევი ახლა გადაცემას და წავალ. და გადადე აქე. მე ესე. მე შეგეტყვი რა დიგიბის რესტორნები შორია აქედან. გული გაგჯიბეში რა. 20 წამი. ადე. დავდე არა არ ჩემი 1000 არ. დიუმაზე დავდო, განაწილება სისულელი. დავდე ჰა რა ვიცი. არა შარდენი შარდენი წვათან არასდროს არ არის ხო? იმას რა კავშირი ყო? არაფერი ეს დავდო და მორჩებით, რა თქოს მორჩები, ეს ხალხის მორჩება თვალე. დრო ამოიწურა. ხო ეგეთ ადგილ შეკითხვას დაგვისვავდნენ ახლა ჩვენ? ადვილი რა, რომელი იყოს ეს? აქეთი დაგეგდო რა უჭირდა. არ ვიცი, რავი, რა მნიშვნელობა აქვს. მე მგონი მაინც მანდ იყოს ჯობია. თუ გავაგზელებთ 6-ით გავაგზელებთ, აი ხა რა 2000-ით რო გაგეგზელებდნენ? არ არის პრობლემა. წვაციკისებდი მაინც, ვაო, რა იყო. წვაცისერაც ვიკისრებ. ოდა აი სიტყვაზე გიჭერთ. რო დაამთავრებ გადაღებას დარეკი. აქედან მივდივართ ეგრევე.
მაგენა ყველანი ბაზარი არ მიდივარ დიუმა სამწოდეში დიუმა მგონია მაინც მე ღვინო ჩემზე კი მაგაში ეხლა ვიცი რომ არ შეგეშლება ეგ ამბო სორი პასუხი დიუმა მგონია ხახვი და შამპური ჩემზე დიუმა მეცად გეტყვი ჭაჭაც პრასი გვაქვს პრასი გვაქვს ჭაჭა არ გვინა წვადი და ღვინო რატო ჩემი გამოხტილი მამკალი რა ეხა რო ყოფილი იყოს ჰიუგო ვიქტორ ჰიუგო ჟანი შარდე ღვინოს ჩემი დაძებული ებიჯო წვადი შენი კისრე მაშინ რა ოკეი კაი ეს მომიწევს წვადის კისრება იმიტომ რომ ერთი შარდენი არა რა გამორიცხულია არა ერთი დიუმა ორი სამი ჰოპ ებიჯო შარდენის ნობილი სამწვადე პარიში სად არის შარდენის სამწვადე პარიში ერთ გამაგებინე იყო იყო რა მაშინ გავიყავებდა დიუმა ვიცი შარდენის სამწვადეს ვინ გააუქმე დიუმა გაცლებით დიდხანს იყო აქ და უფრო მეტი შანსია რომ მაგას გაეხსნა რა ჩავარდა 0 ვიცი ეს ჩავარდა რო არ ეწეროს ნერვები რო არ მოგიშოროს არ შეიძლება ჩავარდა 0-იო რა არა იქ რო ეწერა მაშინ მოუკვდი შენ პატრონს ეგრე იყო რა დეცი უცნაურად მოხდა ამ საქართველოში და რაღაცა ნუ ეხა ყოველ შემთხვევაში ავიდა და წაიღო მთელი ისა ჯიგარი 600 ლარი გაქვს და მეშვიდე შეკითხვიჟერია მეშვიდეზე აუ ეხა ეს გავიარა და ბოლო ეს აზარტულია რა ბოლო ესე იგი უეჭველი მოდი ნახოთ ვენახი არა უნდა ერთზედადო ერთზედადო რა ვნახოთ ვენახი ვენახი აი იყოს ვენახი რამ შეჭამა ვენახი კატეგორია ვენახი ორი კატეგორია არქიტექტურა და ქართველი მწერლები არქიტექტურა არ გვიდა არქიტექტურა ბუენო ქართული მწერლები რა ქართველი მწერლები კი ნახოთ სამი სავარაუდო პასუხი ეს უკერხული არ არის თავზე რა ვარ ხო აკუ იქნა რა გალაქტიონ დაბიძე დავით კლდიაშვილი და პაოლო იაშვილი აბა კეთილი და პატიოსანია სამივე ვიცი ელები კი ვიცი მაგრამ ამბები აბა ამბები გვაინტერესებს ქართველ მწერალთაგან რომელი არ არის დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში უყურე ხა გალაქტიონ დაბიძე უეჭველია არა კლდიაშვილი არ არის მე კლდიაშვილი არ არის იმიტომ რომ იქ არის რა ვქო თავის მოიცა ხარ მოიცა რა აქ ნაღდი არ არის აქ პაოლო იაშვილი არა ბიჭო არა მოიცა მეგონი პაოლო იაშვილი არა ეს ხო ნაღდი არის მაგას აანებეთ ხო და აქ ორში არ არის პაოლო იაშვილი მთაწმინდის პანთეონში არ არის ხო არ არის დაკრძალული აი ხა დამარეკინეთ შვილიშვილთან და ზარი ახლობელ დამგადაცემაში არ არის 40 წამი მეგონი იაშვილი არ ვიცი რა იაშვილი არ არის ეს ხო არა იაშვილი არ არის მეგოც ეგრე მგონია დადე რა არ ერთი ხوار დავდო იქით დავჩეთ მაინც ხო რა აგდე მაგრამ იაშვილი დადე რა ეგრე მახსოვს რა არ ვიცი შეიძლება წვები ეხლა აღდათ ვერ იმოშვა ავით კლდიაშვილი პაოლო იაშვილი შევაჩერო დრო არა მოიცა კაცო მარიღა მთავრდება და 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დრო ამოიწურა იმამა ოცებს ნელ-ნელა და არ ვიცი დავით კლდიაშვილი არის რო აი ამ ქართველი მწერლების ერთი შეკითხვა რა გაგიმეორებ კითხვას საზოგადოების ქართულ მწერალთაგან რომელი არ არის დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში პაოლო იაშვილი დავით კლდიაშვილი თუ გალაქტიონ დაბიძე ესე მგონია რატო გონია არ მახსოვს ზუსტად რატო შეიძლება პაოლო იაშვილი არ იყოს მაგ დაკრძალული ხო რა ვიცი მე ესე მახსოვს რომ თითქოს დავით კლდიაშვილი აი თავის სახლ-მუზეუმში იქ არის თავის ის რო ქონდა რა ქვია იმ ადგილს რა იქ ესე მახსოვს და შეიძლება დღეს გამოვიარე გადასახები დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი იქ არის და არა არ ვიცი რაღაც ეგრე მახსოვდა თქო შეიძლება ვწდებით არ ვიცი ხო ნახავ ეხლა გავიგებ რა აწი გვეცოდინება კარგად მარტო ჩვენ არა ვინც გვიყურებს ვინც არ იცოდა იმასაც ეცოდინება ნახოთ სწორი პასუხი პირდაპირ ჩავარდება პირდაპირ არ ჩააგდებენ ამას გვაწამებენ ეხლა რა თქმა უნდა ნუ გალაქტიონი იასნია რომ ჩავარდება გაიხსნა ერთი ბოქსი
დამტოვე რა, ეს 1000 უნდა მე კი არა ობამამ დაგტოვა შენ კი არა ობამამ ხელში აი მოიცა ჩავარდეს ჯერ რა ჩავარდეს ხელში დანა გამოსვა რა არა 6000 ეხლა ფულზე არ არის ახლა უკვე ფინალამდე იყო ვინმე კი რამდენიც კი რამდენით ბევრით 48000-ით არა და ჩავარდა ხადა და ჯობი არ ვეს 48000 და ნები რა აფრანგეთია მე ხოდა არა რა გინაღე ხო გამოვიცანით კაცო ვივა პროტესტო იყო არა მე ახტოვანებული დავრჩი შენი გადაწყვეტილებით ვივა პროტესტო იყო არა ეგ ითქვა ისეთი დარჩა ერთი კითხვა და 6000 ლარი გაქვთ არა აქ თავარია მოგე ეხა ფინალია ფინალი სულ სხვა გაზომილება იცი გავხურდეთ მოიცადე კარგი ეხა მოხდება ესეთი რა ფინალია რა ეს 6000 შეგიძლიათ უკვე აი აქ შუაში დადოთ იმიტომ რომ ანაკეთ უნდა დადოთ ანაკეთ ხო თავისთავად ხადი აბა როგორ ახლა მე რო ეს გავაკეთო გავიკვანძები ეხა და არ მინდა მოტრიალდი დამანახე დამანახე ეს ეხა სად იყავი სამბუთრო გავუტანე იქ აზერებს ნუ რო კითხო ფეხით გივა და იმით რომ ითამაშა არა ვემზადები კახას თამაშის ხო აბა აბა ეხა არ დაიწყო რაღაც ისული რაღაცა დასვის ხო შემაგვიანდა ფინალში გავედი არ მეგონა კაი გამოვალ მალე გამოვალ მანქანასთან დამელოდე ყველაზე ცოტა 20000 უგეთრე მერვე კატეგორიის მერვე ეტაპის 2 კატეგორია იჯარა შაქრო და ზაქრო შაქრო და ზაქრო პიპო პაპო ხო პაპა პიპო ხო პაპი ხო მარა რა ბაბა პიპო ხა იგეთყიან ვინ დაწერა მუსიკა პაპა პაპო იჯარა 50 ორი ხო ორი უნდა ავირჩიოთ გაგვიმართლებს რო არ გვეცოდეთ აი ეს დრო ხო გვაქვს ამოსარჩევა არა ეხა ერთი რამე ვთქვა შაქრო და ზაქროს ამბავში რა უნდა იყოს რომ ვისი გადაღებულია ვთქვათ არა ფილმი არა ისე ვიძახი რა ვისი დაწერილია ვთქვათ მუსიკა ან ვინ ასრულებს პიპო პაპოს თუ რა და რომელი ფირმის საყვირი აქვს მანქანას შაქრო არა შაქრო ხო არა მოიცა შაქრო და ზაქრო როგორ არის იქ ერთი ქალია და ერთი ზაქროა ანუ იქ ერთი ქალის როლია ერთი კაცის როლია მაგას გეკითხე აი საწახვედი ხარ ბიჭო იქ არის შაქრო ერთი უეჭ იჯარაში რა შეიძლება იყოს აი არა იჯარაში რა შეიძლება იყოს იჯარაში რა იჯარაში არა არის რომ ერთი რო ხომ არა შაქრო არის ეგათო შაქრო ერთი მოიცა იქ არის ერთი ამრევი შაქრო იჯარაში რა შეიძლება იყოს ჯიგარი ზაქრო ის ლოთია და რომელია ლოთი ზაქრო თუ შაქრო შაქრო რა და იჯარაში რა შეიძლება იყოს აბა ჩამოაყალიბო არ ვიცი ხო და ავიღოთ იჯარა რამდენად არის გაქირავებული რაღაც კაი რომელიც გინდა მართლა სულ ერთია ეხლა აი შაქრო და ქემაინც ვიცი რაღაც მულტიპლიკაციური ფილმი შაქრო და ზაქრო ანუ შაქრო და ზაქრო რა ვიცი იქნება არა ეს შაქრო და ზაქრო აი ნამდვილად გამოსაცნობი გვექნება და იმიჯარა შეიძლება რაღაცა აზრები გქონდეს არა კაი შაქრო და ზაქრო ისე შეუძლია რა უნდა ისეთი მოყევი შაქრო და ზაქროზე უნდა გამოიცნო ხო ნუ ვიცი რა მოსვილი ეპირად ისი ნახდათ უთბილი ვიცი მაგრამ ეხა შაქრო იქნება თუ ზაქრო იქნება მე რა ვიცი მაგმულთვინი ნახოთ ორი სავარაუდო პასუხი ყურადღება მონიტორებზე მაიმედე შაქრო და ზაქრო ეს აი ნამოს ზაქრო აუ ეგ არის ზუსტად შენ რა თქვი ბიჭო რა რომელი რა არის პაპიროს არის შაქრო აი ლოთი კაი ნახოთ აბა არა შაქრო იქნება შაქარა ჯიგარი ასახელები დადებითი პერსონაჟი ცნობილი ქართული ნახატი ფილმიდან შაქრო და ზაქრო მოიცა ეხა მოიცა გავისწრებ შაქრო და დრო წასულია დრო მიდის აი ეხა ზაქრო აი რომელი როგორ არის კახეთში აი ზაქრო უფრო ჯიგარია თუ არა ჯიგარი შაქრო იმიტომ რომ შაქარა ზაქროა ლოთი ზაქრო გამახსენდა კი დადე მაიცა რომელი დადე და დრო გააჩერე აი დადებითიო იძახი ზაქრო არის უარყოფითი დადებითი არის შაქრო შაქრო და მოიცა დადე მოიცა დადე დაასახელე დადებითი პერსონაჟი ცნობილი ქართული პერსონაჟი შაქრო ბიჭო შაქარყინული მოიცა არ გააჩერო დრო 28 წამი და გავვილაპარაკოთ ვილაპარაკოთ როგორ შაქრო არის ლოთი პაპიროს ეწევა მანქანა დაწეჭილი ყავს ეს შაქრო არის ჯიგარი აი პიპო პაპოს რა ქვია შეიძლება არ იყოს ეგრე ქალს არა ხალ შაქრო და ზაქრო არ ქვია ეხა ხალ მასკვიჩი ქვია მასკვიჩი საპოროჟეც 10 წამია გავანაწილო არა შეიძლება განაწილება
ბიჭო, მიდი, თუ გეჭირება გადაწიე. ეგრევე გვაძლევთ 6,000. ვერ მოასწარი, გამახსენდა ზაქრული. გაგმარხავ, კაიბჟოლა. აი ეგ არის მთელი მუღამი, რომ შაქროკი ქვია. საქარა მარა. არა ბოროტია. ღვინოს დაატარებს. აბა. ხედა, აბა, მაგრამ გეგონოს. შაქრიანი ღვინო რა არის? გეგონოს. პეტიოს. ეგრე არის. კახეთში ეგრე ეძახიან დაშაქრულ შეგვეშალა, დაყენებულ ზაქრო ღვინოს. არის. თუ. რა, ზაქრო არ არის. აი ეხლა გამიარა ზაქრო რაღაცა უშნოა. არ ვიცი, აზრი არა ისე ლაპარაკო. ეხლა თუ ზოგად სახელებს იმას ვიზამ, მართლა აზრი არა ვარ. ეხლა ცოტა უფრო ბოროტი სახელია. აი ზარო გლობალურად ანუ ღვინოს შენ საკანსურევე გლობალურად რო შევხედოთ მეფხარება მოიცა? გლობალურად რო ანუ ეს შევხედოთ დარჩება. წაიღე კაცო. გლობალურად რო შევხედოთ შაქრო არის აი მაგარი ვრედნის სახე. წადი ჩვენი შაქრიანი ღვინო შენი. შეხუმრე ეხა შაქრიანი ღვინო შენ საიდან? ზაქრო არის. მიდი ჩამაგდი. სწორი პასუხია. აუ არა გეხვეწ. რატო მოგება მინდა? შეშტიში არ მინდა. ნახდი მასწორს რომ ზაქრო არის. ეს ეგრე მახსოვს. ცუდი თუ კარა. არა, წავაგე. გავაგეთო. კი. კარგი უნდა არის მოიკალი შაქრო. ეს არის ჯიგარი, მე ეგრე მახსოვს, რავი, მე ეს. როგორ არის ჯიგარი შეშტიში მინაღია? აკა დღემდე ეგრა ჯიგარია. დღემდე ეგ იყო, მაგრამ აი დღეს უკვე ეს აი ეგ არის ამ ძველ მურთუნეს რო არ უჩვენებ თქვენ. მე მაინც სილიანელი ვარ და შაქრო უფრო იზგონი. ერთიანად უნდა მოიხსენიო ეხა. ჩვენ რომ არ უჩვენებთ. აი, მედია სიმცე. მოფილმებს. მიდი. ბიბო, გაიხსენია მაგრამ რა აზრია. აჰა, გითხარი. მე ისე ძიმას ახსოვდა სწორად. და სწორად ახსოვდა ამან დაადო. აი სამასას. ყველაფერი მახსოვდა, ეგ როგორ არ მახსოვდა. ჯეოკონექტი მომე. ეს არის ჯეოკონექტი. ყველაზე მობილური ინტერნეტი დედამიწის ზურგზეო, ნათქვამია. ერთი შენ. აუ, რა შეშტიში იყო. კაი, რა. როგორ მინდოდა ამ თამაშის მოგება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. აჩიარველაძეს და დიმა ობოლაძეს მობრძანებისთვის არაჩვეულებრივი სუპერ თამაშისთვის. კარგად იყავით, მაგრად იყავით, წარმატებებს გისურვებთ. ესე პრიამ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ისევ და ისევ საზოგადოებას რომ გვადევნებთ თვალყურს. ჩვენ ერთმანეთს ისევ და ისევ შევხვდებით 4 შაბათ დღეს იმედზე შოუში ფულთან თამაში. $100,000 ახალი მფლობელები ხავს. მოინდომე რა ცოტა შენ კიდე მარტო მე რომ აწვა. გიორგი ლორია და მისი მშვენიერი მეუღლე. აქ კიდევ კეკაბა არ ჩავისვი, ხო? რატო არ გამართხილეთ? მეხსიერება მობილიზებულია. აუ თავაგეთ. არა, ხუთი ჯვარია. არის ჯვაშაზე ხუთი მე ჯვარი. ჩხუბები ხარ, არინა ეხა. ჩხუბები გიხსნი. როგორ ხარ შენ? ინტუიცია ჩართული. მე დოდი. მე. რატო? ეს რა? ამის მე ვშეშე. ემოციები უკიდურესად დაძაბული. ფექცნერულობა არ შეიძლება უნდა მოგიფრთხილდეთ, ხო? როგორ დასრულდება ლორიას კარში დანიშნული 11 მეტრიანების სერია. არა, ფეხბურთი უნდა და ფეხბურთი. ვინ დარჩება გამარჯვებული და ვის დარჩება დიდი კუში. ჩვენ ერთი გუდი ვართ საქართველო. ოთხშაბათს ფულთან თამაშის მორიგი რაუნდი იმედზე.